იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. გენადი. გენადი. შედი. გენადი, რა ვახარ თუ იცი? გენო, წამოხდი ჩემი ბიჭი. გაიღვიძე რა. რა იყო ბიჭო რა? ჩემი. ბოდიში ვიწეხი რა. აი გენადი, ჩვენ დაძმა ვართ, ხო იცი არ არის პრობლემა. გენადი, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვართ მოსული. რა არის ხალხო, ამ დილაუთენია რომ შევამივარდი, მე ძინად კბილად ადამიანები არ გენო, ჩემი ხო გჯერა. კარგად მოусმინე რა. აი ხლა მე მომისმინე გენო. მოკლედ, აი აქ მაქვს ახლა მთელი სამეზობლოს ხელმოწერები შეგროვებული. ყველა მოაწერა. ერთადერთი შენ გვაკლი ხარ გენადი. რა ხდება რა? რა ხდება და აი ეს იტალიური ეზო უნდა დაინგრეს. აი აქ უნდა წამოიჭიმოს ერთი ახალი გადასარევი კორპუსი. შენც გეშველება და მთელ სამეზობლოსაც ეშველება ისეთ ბინებს დაგვირიგებენ გენადი. კი ბატონო. რას მეუნები? ხა რომ მე დავთმო ჩემი ესე 4 კვადრატი მიწა, გამორიცხულია. მეორე და არ მითხრა. რა დასათვაბი ეს არის? ახლა მაცივარი მიდგა არ არსებობს მაგაზე ნუ 4 კვადრატი. გადი გარეთ, ნუ მოხვალ მაგაზე. მუთაზი ყვირილი არ უნდა მაცადე. გენო. არ გადმოbrunდები. გენო, მოიცა მეც მოგიწევი გენო. არა, გენო. არ არსებობს ეხა, გადი გამარჯვება. გენო, კარგი ეხლა ჩვენ უცხოები ხო არ ვართ მართლა რა, მარტო შენ თავზე ხო არ უნდა იფიქრო. იფიქრე მთელ სამეზობლოზეც, გენო. შეხედე რა სახლში ცხოვრობ, აი რა არის ეს 4 კვადრატი. რას მეუნები? რას ბოდია რომ ეხლა მე დავთმო ახლა ეს ჩემი სიმწრით, რა ვიცი მთელი ჩემი წინაპრები მახსენდება. რას ამბობ? ამ სახლში დაიბადა ბაბუა ჩემის მამა და ყველა და მეც ამ სახლში დავიბადა, ამ სახლში მოვკვდა. ბიჭო, ვიწროა. დამალებ თავი, აღარ დამირეკე. სამჯერ დიდი ფართობის ბინებს მოგცემენ, გენადი. ინვესტორი მყავს მოყვანილი, ერთი წამი გეხვეწებ შენ. არ მაინტერესებს, არ შემოვიდეს იცოდე. გენადი, ეხა ინვესტორთან ნორმალურად მოიქეცი იცოდე. რა შვება, მოდი კაცო. გენო, გაიცან ეს ინვესტორი გენო გეხვეწები ახლა ადექნას. კომპანია Building Towers-ის მენეჯერი გელა ხრამიაშვილი. მოკლედ ბატონო გენადი. ჩვენ კი გეტყოდნენ მეზობლები. მაგაზია ძალიან თუ მეორედ არ თქვათ ეგ. ეს სახე არ იყიდება. გენადი. არ იყიდება შენის ნახე შენი საკუთარი დიდი სახლი გექნება ლამაზი ხედებით. აქედან ჩანს ტრასა, ისიც მიწის ქვეშიდან ზემოთ, ბიჭო. ტალახში ცხოვრობ და სამაგიეროდ ჩემია ეს ტრასა, მინდა გავხედავ, მინდა არ გავხედავ. ჩემია ეს. ელი მომიწერე თოღონდი. თქვენ და ხელა ცოლობას ხობ თუ ცოლად მოგიყვანო თუ რა გიდა? არამეთი გითხა. არა, გენო, არამეთი გითხა, მე მირჩევნია ეს ჩემი 4 კვადრატი მირჩევნია სხვის 100 კვადრატს. არ მინდა ხალხო, რა ვერ გაიგეთ. რთულად ლაპარაკო ბე, არ მინდა. 76 კვადრატს მოგცემთ. მეტი რა გითხრათ? ამ 4 კვადრატის მაგივრად 76 კვადრატი. ანუ რას მეუბნები რომ ამას დაანგრევ და 76 კვადრატს მოვწე? შენ რა გირო 76 კვადრატში იმას ხმები? არა გენაცვალე. გენადი. 76 კვადრატი იქნება გარემონტებული, ევრო რემონტი. მწვანე კარკასი. მწვანე კი არა, ყველაფერი კარკასი იქნება იდეალურად გარემონტებული. გარემონტებული? იდეალურად. მაინც არ დავთმო. გენადი. გამორიცხულია. შენი იქნება მთელ სამეზობლოში, ყველაზე განსაკუთრებული იქნება შენი ბინა. კი ბატონო, დაანგრე მთელი სამეზობლო და ეს დამიტოვეთ მე. არ მინდა ბატონო. კორპუსის ქვემოთ 200 კვადრატი კომერციული ფართი. გენო. მეტი რა ქნას. 200 კვადრატი ფართი, ბიჭო. 200 კვადრატი ფართი? მიდი გენო. ჰე. რაღაცა, ბარემ. არა. არ არსებობს. მე ამას ვერ დავთმო. საპარკინგი გექნება თქვენი. საპარკინგი არ მინდა ბატონო, მანქანა არ მყავს ამჯერად. გიყიდით მანქანას ბატონო. გიყიდით. მანქანასაც მიყიდი? აფარას ვიზავთ, გიყიდით. კარგ მანქანას მიყიდი? საშუალოს გიყიდით. საშუალო მანქანას მიყიდი. გიყიდით. ესე იგი რა გამოდის? ესე იგი რამდენი კვადრატი მითხარით? 76. 76 კვადრატი მითხარით? გექნებაო. 200 კვადრატი კომერციული ფართი გექნება. პარკინგი მექნება, მანქანა მექნება, ხო ესე იგი? კი ბატონო. უმუშევარი ვარ. რაღაცა მოიფიქრე. ეს არის ქვემოთ ერთ-ერთ კომერციულ ფარჩი მაღაზიის გახსნას აპირებენ და მაგის მენეჯერად შემიძლია დაგაწყებინოთ. გენო მექნება. 3000 ლარი გექნება დღესაც. გენო რა. ამას აქ მოაწერ. ესე იგი
200 კვადრატის მექნება 3000 თუ მექნება ხელბაცი რა ჩემ ფეხებად ჭირდები წადი არ დამალები თავი არ მინდა აიმე გენადი გენადი ორი პარასკევი გაქვს დარჩენილი ბიჭო რა გინდა შენი სიკვდილით არ გინდა მოკტე თუ ობმა შეგჭამოსა ნესტმა შეხედე პება სახლი ბიჭო რაღაცა ქენი ხო შეგიძლია მე არ გაგიგია შენ რომ ობიანი ყველი უფრო ძვირი ღის ვიდრე ჩაულებრივი უფრო ძვირია მიდი შეუკვეთი აბა ჩაულებრივი ხაჭაპური და მე ობიანი გაახო დამდოვე და მეწინები რა აი თქვენ ჩემს ადგილას რო იყოთ აი ინვესტორის ადგილას წარმოიდგინეთ თავი თქვენ რამდენს გადაიხდიდით მაქსიმუმ რამდენს გადაიხდით ამ 4 კვადრატში ო დიახ ამ 4 კვადრატზე მეუნები ვერ ვეტევით ორი კაცი ანუ ჩემ мама პაპასა და ცხოვრობ და ამ 4 კვადრატზე რამდენს გადავიხდიდი მაქსიმუმ მე $7,000 ჰაჰა მეტი არა ხო და $207,000 გთავ 207 გენო აგერ ხელი მოაწერეთ და ჩვენ ხვალვე დავიწყებ ჩვენ საქმეს ანუ შენ რას მეუნები რომ 207,000 მომცე და სადაც мама ჩემი დაიბადა გაიზარდა ბაბუა ჩემის мама დაიბადა გაიზარდა ის სახლი უნდა გავყიდო რა უთხრა მე მაცულებს რა თქვენ მე ვინგონი ვარ მე სანჯო კი არ ვარ ხარ შვილო ჩემო ხარ აბა რა ხარ ბიჭო ჰა მოაწე გეუბნება. აგერ რა მეტი ვიღან გითხრას გამორიცხულია ხეს არ მოვაწე მიბძან 300,000 არჩენი 300,000 გენადი რა იყო ახლა 300,000 აჭარულ გიწევებ კიდე ორ ჩაკვრას გაკეთე მეტი არ ვიცი ფიზიკურად რა ვიცი მეტი არ გამოვა ეგ ამბავი ხე ძალიან მერიდება თქვენი მეზობლები მაგრამ 300,000-იც კარგი მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი რა აი არ შეიძლება აი არ გამოვა რა მე ის კი არ გავცვი სალსაკლდეებს არ აღიგიათ გაიმე გენადი ნუ ბოდიალობ გეხვეწები ეხლა უკვე მართლა ძალიან გავგიჟდით რა რას არ გაცვლი ნუ გამაგიჟე ბიჭო 4 კვადრატია სულ აკაურობა როგორ შეიძლება რო არ გაცვალო არ გავცვლი სალსაკლდეებს თქვი შენ მართლა კლდეო შენთან პიტალო კლდე ხარ სალი კლდე სუფთა პიტალო კლდე ამას უყურე ერთი ასეთი ჩემია ეს სახლი მიბძანი ძალიან ხო რა მიბძანდი ანუ არა მეტი გაბძანდი არა ანუ არა ანუ რა გამოდის რომ ბატონო გენადი არა თავი შეიკავე 2 მინუტი ვარ კაი ახლა ხომ მაინც მოაწერთ ბატონო გენადი მოაწერეთ ხელი ჩემი 2 კვადრატი მირჩევდია შანსი არ არის ვერ მომაწერიებ ხე ვერა სულ 1 კვადრატი დამჩეს იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე მაგთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45